დილამშვიდობისა ჩემო საყვარელო მეგობრებო, მე ალბათ იმიტომ შემოგიერთით, რომ არ დამავიწყდეს ის საკითხი, რომელსაც დაგკვირდით. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ დაგკვირდით ლაივში, რომ მე ჩავიწერდი ლაივს ჩემს ნიშნობის ბეჭედთან დაკავშირებით. ხო და მეგობრებო, ამაზე მინდა ვისაუბრო დღეს. დაველოდები რამდენიმე მაყურებელს, რომ შემომიერთდეს და შემდეგ გავაგრძელებ საუბარს. მოგესალმებით, შემომიერთდნენ ორნი. თანდათან დაემატებიან კიდე და მე გავაგრძელებ საუბარს იმ საკითხზე, რომელიც დაგკვირდით. რომელი დაგკვირდით. მეკითხარით რამდენიმე დღის წინ 8 წლის ქორწინების შემდეგ ჩემმა მეუღლემ ნიშნობის ბეჭედი გადმომცა. და რატომ მოხდა ეს, ამაზე ვისაუბრებ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. რა შუაშია აქ თამარის ჯვარი, რა შუაშია აქ თამარის ბეჭედი და ასე შემდეგ, მეგობრებო, ამაზე ვისაუბრებ და მართალი გითხრათ, ცოტა გამიჭირდება ალბათ საუბარი, რადგან იმხელა თემაა და ისეთი რაღაც სხვა მრავალსახოვანია, რომ არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ მოვუყარო ამ ყველაფერს თავი. თუმცა ღმერთი მომცემს ძალას, რომ მე თქვენ ეს საკითხი გადმოგაწოდოთ ისე, როგორც არის. თქვენ ალბათ იცით თამარის ჯვარი და თამარის ბეჭედი. ეს ბეჭედი, რომელიც 16 მაისს ჩემმა მეუღლემ საჭირო ადგილას, საჭირო დროს და საჭირო მომენტში გადმომცა, ჩემთვის იყო ძალიან დიდი ნიშანი იმისთვის, რომ ეს არის ახალი ციკლის დასაწყისი და ახალი ციკლის დასაწყისი არის ის, რომ თუ კი 8 წლის წინ გადმომცეს თამარის ჯვარი, ახლა გადმომეცა თამარის ბეჭედი. საკითხავი რა არის, იცით მეგობრებო, რომ აი ეს ჯვარი, რომელსაც თქვენ ზემოთ ხედავთ, ჩემს ცხოვრებაში დაგეგმილი არ ყოფილა. ამ ჯვარის შესახებ ორიოდე სიტყვას გეტყვით, რათა გაიგოთ, რა მნიშვნელობა აქვს შემდეგ ქვემოთ მოყვანილ ბეჭედს. ნიშნობის ბეჭედს. და რატომ 8 წლის მერე. როდესაც თამარის ჯვარს გავეცანი, დაყოლებულია სხვათა შორის ერთ-ერთ სალოცავ წიგნზე, უკანა ყდაზე, ალბათ თქვენს მოგეპოვებათ სახშია სალოცავი წიგნი. სურვილი გამიჩნდა, რომ თამარის ჯვარი შემეძინა. რატომ იცით მეგობრებო? იმიტომ რომ ამ პერიოდში მე ვმუშაობდი და როგორც იცით დღესაც ვმუშაობ სცენარზე, რომელიც დამევალა ერთ-ერთი სასულიერო პირისგან. მისი სახელია სპირიდონი. ხო და როდესაც ეს დამევალა, მეგობრებო, ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა შეიძლება გადამეღო ამ თამარზე და რა შეიძლება თემატურად ამეღო ისეთი, რომ აი არ ყოფილიყო მაინც ომები და ასე შემდეგ. ხო და მეგობრებო, როდესაც ამ ფიქრებში ვიყავი, ერთ დღესაც სალოცავის უკანა ყდაზე აღმოვაჩინე, რომ თამარს თურმე ჯვარი ქონია. ხო და ეს ჯვარი საინტერესოდ გამოიყურება და იმხელა სურვილი გამიჩნდა, რომ ეს ჯვარი საიდანღაც მეშო, არც ვიცოდი, რომ ეს ჯვრები ყველგან არის, ყველგან იყიდება უკვე კი არა და საერთოდ თამარის ჯვარის მიხედვით შექმნილი ჯვრები ყველგან იყიდება და სწორედ ამ დღეებში მეორე დღეს როდესაც ეს სურვილი გამიჩნდა, რომ სად შეიძლება მეშოვა თამარის ჯვარი, გვესტუმრა ჩვენი დიდი ხნის უნახავი და ძალიან იშვიათი სტუმარი ლეიდა ჩემი, ნელი. სალამი ნელი, თუ მისმენ. ხო და როდესაც ნელის გულზე ძალიან ლამაზი ჯვარი შევნიშნე, მე მას უბრალოდ უთხარი, რომ რა ლამაზი ჯვარი გაქვს თქო და იცით რა საინტერესო რაღაც წამოვიდა მისგან. იცი რაო, მეც შენთვის მაქვს ერთი ჯვარიო, რომელიც რამდენი ხანი მინდა მოგცეო და უნდა მოგცეო ეს შენ ჯვარიო და ეხლა გერმანიიდან ჩამოსული ვარ, რაღაც დიდი ხანი არ მინახავს და დავინტერესდი მეც უბრალოდ ხუმრობით და ის ხუმრობით ვუთხარი, რომ მეთქი თამარის ჯვარი მინდა მხოლოდ მეთქი რა და
ნუ დეიდაჩემმა აღმოჩნდა რომ დეიდაჩემმაც არ იცოდა რას ნიშნავს თამარის ჯვარი და როგორ გამოიყურება თამარის ჯვარი და მკითხა რომ აი როგორიაო თამარის ჯვარიო და ვანახი ამ სურათზე მოყვანილი ეს ჯვარი თამარის ჯვარი და ის აუცილებლად ორივე გაკვირვებული დავრჩით რადგან სწორედ ეს ჯვარი აღმოჩნდა შემდეგ ის ჯვარი რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ თუმცა აი ამას 4 მარგალიტი დაკარგული აქვს შუაგულში 4 პატარა მარგალიტი რომელიც ზედ ქონდა ჩემმა ბიჭმა მომიჭამა იმიტომ რომ პირში იდებდა ხშირად და მოძრა ეს მარგალიტები თუმცა ეს თამარის ჯვარი მეგობრებო ამ თამარის ჯვარს აქვს ოდნავ განსხვავება იმისა რომ სხვადასხვა ფერის დაბოლოებები აქვს და ოდნავ განსხვავებულია თამარის ჯვარისგან თუმცა თამარის ჯვარის მიხედვით არის შექმნილი ხო და ამასაც თავისი დატვირთვა აქვს ნუ ამის საკრალური მნიშვნელობები მერე გავიგე ძალიან გვიან გავიგე რომ რას ნიშნავს აი ეს ყველაფერი და ასე შემდეგ და როდესაც 16 მაისს აი რომ გაიხსენეთ ჩემი ლაიფი როდესაც ამოხსენით ესე იგი მე-13 კალენდარის მე-13 თვე და როდესაც ლაზარემ დაადასტურა ქართულმა ანბანმა ლასის არემ დაადასტურა რომ ეს მართლაც არსებობს მე-13 თვე და 13 თვე არსებობს და 28 დღიანი თვეები არსებობს და არც მეტი არც ნაკლები უნდა იყოს ეს 28 თვეში და 13 თვე უნდა არსებობდეს გველნჭერი და ასე შემდეგ ერთი სიტყვით აი ამ დღეს მე და ჩემი მეუღლე რომ აღნიშნავდით დედამიწის გადარჩენას მოხდით საინტერესო იუველერის მაღაზიასთან, სადაც კაფეც გაგვიმასპინძლენ კაფეთიც და აი აქ აღმოჩნდა რომ ეს ბეჭედი თამარის ბეჭდის მიხედვით დამზადებული, რომელზეც ვარდებია ზედაყოლილი მეგობრებო, ოღონდ გაშლილი ვარდები და არა დახურული ვარდები, გაშლილი ვარდებია დაყოლილი. ამურის მიერ დამზადებული ბეჭედი გადმომეცა საჩუქრად ნიშნად ესე რომ ვთქვათ მართალი გითხრათ როდესაც ჩემმა მეუღლემ ხელი მცხოვა კუნძულ კორფუზე კერკირაზე ხომ მაშინ ძალიან სპონტანურად მოუმზადებლად და არც ერთი გეგმის მიხედვით არ მომხდარა ჩვენი აი ეს მომენტი რომ ჩვენ ხელი პირობა მივეცით ერთმანეთს რომ კი მე შენზე დავქორწინები და დაქორწინები თუ არა შენ ჩემზე აი ეს ხელის თხოვნის მომენტი არ ყოფილა ტრადიციული როგორც დღემდე ჩვენ საზოგადოებაში ვიცნობთ არამედ ეს იყო არატრადიციული თვალსაზრისით ღამის 12 საათზე ღია ცის ქვეშ კორფუს კუნძულზე ძალიან საინტერესო ადგილზე ნუ ერთმანეთს პირობა მივეცით მე და ჩემმა მეუღლემ თუმცა ყოველგვარი ბეჭდებისა და რაღაცა ლითონების გარეშე მაგრამ მეგობრებო საინტერესო ის არის რომ როდესაც ღვთიურ გეგმას მიყვები და ეს ნამდვილად ღვთიური გეგმა იყო რომელიც მე თავად ამოვიცანი და ჩემმა მეუღლემაც ასე ამოიცნო როდესაც ღვთიურ გეგმას მიყვები შენ გამოდიხარ ყველანაირი ჩარჩოდან და აი ეს ტრადიციული თვალსაზრისით რომ მამაკაცმა ქალს უნდა მისცეს ბეჭედი სანამ დაქორწინება და დანიშნოს და ასე შემდეგ ასეთი რაღაცეები ჩვენთან არ ყოფილა მაგრამ ყოფილა იცით რა მეგობრებო რომ 8 წლის თავზე ღმერთმა დაგვასაჩუქრა იმ საჩუქრით რაც უნდა პრინციპში თავის დროზე მომხდარიყო აი მაგალითად 8 წლის შემდეგ ნიშნობის ბეჭედი იყო სიმბოლური იმ საკითხთან დაკავშირებით, რა საკითხითაც შეგვაერთდა ჩვენ ღმერთმა. მაგალითად, როდესაც მე და ჩემი მეუღლე გავიცანი ფოთოლეთის მონასტერში, ეს იმდენად ძალიან ენერგეტიკულად დატვირთული ადგილი არის ფოთოლეთის მონასტერი ჩემ ძმასთან იმ პერიოდში ჩემი ძმა ბორჯომში იყო ბორჯომის რაიონში არის ეს ფოთოლეთის მონასტერი, ეხლა დაკეტილია სამწუხაროდ. ისეთი ძლიერი ადგილია, რომ აი ამ ადგილზე მე ერთი
საოცარი სურვილი შეუთქვი უფალს და ერთადერთხელ, რადგან მე სურვილები არ ვიცი ხოლმე და რატომღაც აი ესეთი სურვილი გამიჩნდა, რომ მისთვის მეთხოვა, რომ აი რატომღაც აი ესეთი სურვილი გამიჩნდა, რომ მისთვის მეთხოვა, რომ საქართველო გადამარჩენინე მეთქი. ხო და მეგობრებო, ძალიან მალე მე და უფალს შორის საუბრები ხშირად არის ხოლმე და სხვადასხვა ნიშნების შეცნობით, რაც მე უფალს ვესაუბრე, მაგალითად გამოუთქმელად და ასე შემდეგ, ამის მიხედვით უფალმა ძალიან მალე ზუსტად იმ ადგილზე გამომიჩინა მამაკაცი, რომელიც შემდეგ ჩემზე დაქორწინდა და შემდეგ ჩემზე უბრალოდ ისე კი არ დაქორწინდა, მეგობრებო, აი ჩვეულებრივად და ტრადიციულად და აი როგორც შეშვენის ქალს და მამაკაცს, არამედ განსაკუთრებულად დაქორწინდა. ამ განსაკუთრებული დაქორწინებების შესახებ მერე მოგიყვებით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისე მოხდა, რომ როგორც მე უფალს ვესაუბრე, რომ უფლის მიერ ნიშანი იქნებოდა ჩემთვის, რომ კერკირაზე გავიცნობდი მე ჩემს მეუღლეს, ხო? და იქ მთხოვდა ჩემი მეუღლე ხელს. საქმე იმაშია, რომ მეგობრებო, აი ეს ახალი გაცნობილი მამაკაცი, რომელიც ფოთოლეთის მონასტერში გავიცანი, სულ ერთხელ მყავდა ნანახი და მეორედ ვნახე კერკირაზე. და თქვენ ალბათ იფიქრებთ, როგორ მოხდა ეს? მეც გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება მომხდარიყო გერმანელი და ქართველის კერკირაზე შეხვედრა. მაგრამ მეგობრებო, რადგან უფალთან საუბრობ და უფალი კავშირშია ჩემთან, ეს პირდაპირი კავშირი იყო ჩემი და უფლის საუბრისა. ეხლა ვიღაცები მიაწერენ, რომ ეს ბოროტის იქნებოდა და რაღაცა. არა, მეგობრებო, მე იმასაც გეტყვით, რომ ბოროტს ესმის მხოლოდ შენი პირიდან გამოსული სიტყვები, მაგრამ რაც შენ გულში ტრიალებს, ის არ ესმის ბოროტს. და აქედან გამომდინარე, მე ზუსტად და დარწმუნებით ვიცი, რომ ის მამაკაცი, რომელიც დღეს ჩემს გვერდით არის, ის არის ჩემს მიმართ უფლის მიერ გამოგზავნილი. და იმ თვალსაზრისით, რაც მე ფოთოლეთის მონასტერში ჩავიფიქრე. რა ჩავიფიქრე? აბა თუ გახსოვთ რა ჩავიფიქრე? ეხლა წეღა რო გითხარით, აბა რომელი მისმენდა გულისყურით? დამიწერეთ კომენტარებში. ხო და მეგობრებო, ეს საკითხი დღემდე გრძელდება ისე საოცრად, რომ ისეთი საოცარი ნაბიჯებით მივყავარ ღმერთს. ამ მამაკაცთან ერთად, ეს მამაკაცი, რომელიც არის, ესე იგი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ისე რომ ის უფრო განიცდის და არა ვერ ვიტყვი, რომ ის უფრო განიცდის, მაგრამ ერთნაირად განვიცდით საქართველოს. აი ესეთ ამბებს, რომელიც არის საქართველოს მიწისყრის წარწმენდა, გაყიდვა, გასხვისება და ასე შემდეგ და ვცდილობთ, რომ აი საკითხები მოვაგვაროთ. შორენა, მადლობა, დიახ, სწორედ ეს ჩავიფიქრე. და მინდა გითხრათ, რომ ოჯახში კამათიც ხშირია და გაუგებრობაც ხშირია, განსაცდელებიც ხშირია და მრავალი სხვა საკითხები ხშირია. თუმცა ყველა აი ამ პრობლემატიკის წინაშე, როდესაც ვდგავარ ხოლმე, ისევ და ისევ ღმერთს მიმართავ და ვეუბნები, რომ აი შენ გინდოდა ეს მამაკაცი ჩემთვის და შენვე იცი ალბათ რა უნდა მოხდეს ახლა. ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, არ გეგონოთ, რომ ჩვენს ოჯახში სრულიად იდილია არის ისეთი, რომ არ ვჩხუბობთ, არ გვაქვს კამათი, არ გვაქვს უთანხმოებები, არ გვაქვს განსაცდელები, მაგალითად როგორიც არის ადამიანი, რომელიც მე ადრე გესაუბრეთ ამ საკითხზე, ადამიანი, რომელიც შემდეგ გამოჩნდება შენ ცხოვრებაში, რომელიც ცდილობს, რომ ცდილობს კი არა და რომელიც აბსოლუტურად წაგიყვანს სხვა მიმართულებით. და აი ეს განსაცდელები ყველაფერი, მეგობრებო, ისევ და ისევ გვარდება იმ საკითხით, რომ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან კარგად ვსაუბრობთ, ანუ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. მაგალითად, როდესაც იყო ჩემს ცხოვრებაში ეს განსაცდელი, რომ
სამი შვილის დედა ვარ, მამაკაცი მყავს საუკეთესო გვერდით და უცბად შემიყვარდება სხვა, ხო? აი ამ საკითხებზე ალბათ სხვებს უფრო მოერიდებოდა თავის მეუღლესთან საუბარი, ალბათ შეეშინდებოდათ, ალბათ იფიქრებდნენ რა სიტყვიან სხვები, ალბათ შეეშინდებოდათ იმის რომ მეს რომ ვთქვა და ხმამაღლა გავაცხადო, ჩემი მეუღლე მიმატოვებს და ასე შემდეგ, რა ვიცი, 1000 გვარი სულელური აზრი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ იცით რა, მეგობრებო, მე რადგან ქრისტესგან ვსწავლობ, ქრისტე მასწავლის ესეთ რამეს, რა, რომ იყავი გულწრფელი შენს მიმართ და სამყაროს მიმართ, არ გაუკეთო სხვას ის, რასაც არ ისურვებდი, რომ შენთვის გაეკეთებინათ და მე ვისურვებდი, როდესაც თუ ჩემი მეუღლის ცხოვრებაში იქნებოდა ესეთი მომენტი, რომ სხვა ადამიანის მიმართ გრძნობა გაუჩნდებოდა, ჩემთვის ეს ღიად და უშიშრად ეთქვა. ამას ვისურვებდი და სწორედაც ეს გავაკეთე, როდესაც მე ჩემს მეუღლეს ყველაფერი ვუამბე. ეს საკითხი, მეგობრებო, დაახლოებით 3 წლის წინ იყო და 3 წლის წინ მომხდარი ამბავი ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა. ისე რომ გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როგორც იმ მოკლედ ყელში გამიჩხირება ხოლმე ისეთი რაღაცა, რომ ესე იგი არ უნდა ვთქვა. კარგი, არ ვიტყვი. გაურკვეველი ვითარებები ძალიან ხშირი იყო ჩვენ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ 3 შვილი 4 წლის განმავლობაში შემეძინა, ანუ 4 წლის მანძილზე 3 შვილი გავაჩინე, 4 წელში 3 შვილი გავაჩინე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ ეს ურთულესი პროცესი. 3-ვეზე ვიყავი ტოქსიკურად ორსული, 3-ვეზე ვიყავი, ესე იგი საშინელი ორსულობები მქონდა, მაგრამ და 3-ვეზე ლაქტაცია მქონდა, მაგრამ ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ამხელა ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის შედეგად ძალიან ხშირი არის ხოლმე ოჯახების დაშლა, ოჯახების განცალკევება და ასე შემდეგ, მაგრამ რადგან უფლისხელი ურევია ამ საკითხში, მეგობრებო, ასეთ საკითხებს ბოროტი ვერ ერევა, რადგან უფალზე უფრო ძლიერი ვერავინ ვერ არის. და მოგესალმებით, გისურვოთ ღმერთმა სურვილი და შეგაძლებინა საქართველოს გადარჩენა. მადლობა, გაიხარე ირმა, ღმერთმა გვისმინოს. მე მჯერა შენი თანართელი არსებით, მჯერა, რადგან მეც მსგავსად ვცდილობ უფალთან საუბარს, როგორც შენ და მჯერა იმისაც, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა უმთავრესი მიზნისკენ. კი, შორენა, ნამდვილად. და როდესაც აი ესეთი განსაცდელები შემოდის ოჯახში და არ იცი რა ქნა, ერთ მხრივ იცი, რომ ეს არის შენი მისია, მეორე მხრივ შენი გული აბსოლუტურად სხვა რამეს მოითხოვს. გაორება გჭირს, გახლეჩვა გჭირს, ძალიან რთულია ეს საკითხი. მე ძალიან კარგად შემიძლია გავუგო თამარ მეფეზია საუბარი, თუ როგორ ვითარებაში იყო ის, როდესაც ის ერთ მხრივ ასრულებდა საქართველოს დედის როლს და მეორე მხრივ გული აბსოლუტურად სხვა რამეს მოითხოვს. და აი ეს თამარის ჯვარი, მეგობრებო, რომელიც როგორც ჩანს თამარ მეფეს დაეკისრა, როგორც ჩანს მეც დამეკისრა და ასე შემდეგ, არც დამთხვევაა და არც განმეორებაა. ეს არის ის ენა, რომელთაც უფალი საუბრობს, მეგობრებო. უფალი საუბრობს ამენით, გესმით? და თუ შენ იცი, რას ნიშნავს ამენაზე საუბარი, ხომ? შენ ნაკლებად მიგიზიდავს და ნაკლებად გაგიტაცებს, ნაკლებად ჩაგაგდებს მახეში ამასოფლისა მახეები. მაგალითად, როდესაც მახსოვს მე ეს მომენტი, როდესაც მე იმ ადამიანზე ხა აღარ დავასახელებ ნამდვილად იმ ადამიანს, რომელსაც შევხვდი, რომელიც ასევე განმეორება იყო რაღაცა ეტაპის, ხომ?
განმეორება იყო იმ ეტაპის, რომელიც დაახლოებით 800 წლის წინ დაიწყო და არ დასრულებულა. როდესაც მე ღმერთმა ეს ადამიანი შემახვედრა, ეხლა გამიწყდა აზრი რა მინდოდა მეთქვა. ძალიან რთული იყო ამ საკითხის გადალახვა, ისი ადვილად, რომ აი ეხლა როგორც ყვები, თითქოს. ძალიან რთული მომენტები მაქვს გადალახული. იცით როგორი მომენტები მაქვს გადალახული, რომ როდესაც შენს თავში ერკვევი და ამას ვერც ერთ ადამიანთან ვერ აზიარებ. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც გაზიარება შემეძლო ამ საკითხის, იყო ისევ და ისევ ჩემი მეუღლე. და წარმოგიდგენიათ თქვენ ადამიანი, ანუ მეუღლე, რომელიც გიყვება, ეხლა ჩემი მეუღლის მდგომარეობაში შევიდეთ რა, მეუღლე, რომელიც გიყვება ადამიანზე, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა, ვთქვათ, თუ რაღაცა ჯანდაბურად, ხო? ანუ იმ საკითხით, რომელიც არც დასრულებულა, კარმული იყო თუ რაც იყო, ხო? და რომელი მეუღლეც შენ გიყვება თავისი გულის ტკივილის შესახებ, ისევ და ისევ შენ უნდა გაუგო, იმიტომ რომ სხვა ვერავინ ვერ გაიგებს. ჩემი მეუღლის პერსპექტივიდან, ანუ მდგომარეობიდან, მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ სულოვნების გამომავლინებელი მდგომარეობა ჰქონდა ჩემს მეუღლეს, როდესაც მან მართლაც ეს ყველაფერი ისე გაიგო, რომ კი არ ზეწოლა, კი არ მოახდინა ჩემზე, არამედ პირიქით ეცადა, რომ ჩემი მდგომარეობაში შემოსულიყო და ჩემი მდგომარეობიდან განეხილა ეს საკითხები. და ჩვენ ამას ერთად განვიხილავდით და ეს იყო ყველაზე დიდი დახმარება, რაც ჩემთვის ოდესმე ვინმეს გაუწევია. რადგან მინდა გითხრათ, რომ გრძნობა ამ ადამიანის მიმართ, რომელი ადამიანის მიმართაც გამიჩნდა, იყო ურთულესი დასაძლევი, აი ურთულესი დასაძლევი. მე გიყვებით ახლა იმ საკითხებზე, რომ საკითხებზეც ხშირად არ საუბრობენ და საერთოდ არ საუბრობენ ადამიანები, მაგრამ საჭიროა რომ ვისაუბროთ, რომ ერთმანეთის გულის ტკივილები გავიგოთ რა ამოცანა მოხსნათ ერთად. მაგალითად, როდესაც მე მქონდა ესეთი ღამები, რომ მოკლედ ღამები არ მეძინა, ღამები ვტიროდი, წარმოუდგენელი რაღაცეები მემართებოდა ისეთი რაღაცეები, რომ აი ვერ წარმოვიდგა, მე არ მეგონა, რომ ამ ყველაფერს გაუცლებდი. მე მეგონა, რომ აი ამ მომენტში მე დავმარცხდებოდი. მაგრამ გადამარჩინა მხოლოდ ერთადერთმა გადაწყვეტილებამ, ჩემი აზრით, როდესაც აი ამ ჭიდილში ხო, აი რატომ გამოგიგზავნა ის უფალმაო მეუღლეთ, კი შორენა, ნამდვილად. ამ ჭიდილში, რომელ ჭიდილშიც მე ვიყავი, ერთადერთი ფრაზა ვთქვი, რომ აი ამ ადამიანის გამო, რომელი ადამიანის მიმართაც მე ესეთი დიდი მიზიდულობის ძალა თუ სიყვარულით რაც მქონდა, ხომ? ამ ადამიანის გამო უფალო, მეთქვი, ქრისტეს ნუ დამაკარგვინებ, მეთქვი და ეს აი ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეს დიდი ტვირთი ჩემი გულიდან მოიხსნა. რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ამ საკითხების გადახარშვა, გადააზრება, გააზრება, გამოკვლევა, რასთან იყო კავშირში, რა იყო ეს, რა ფენომენი იყო. და აქედან გამომდინარე, მეგობრებო, მე ძალიან ბევრი ვიდეო ჩავწერე ტყუპის სულებისა და დუალური სულების შესახებ და ასე შემდეგ და რატომღაც ჩემს ცხოვრებაში ისე ხდება, რომ ღმერთი ჯერ პრაქტიკაში მაჩვენებს და შემდეგ მარკვევინებს ვითარებას. აი მაგალითად, როგორც წესი და კანონია, ჯერ დუალურ სულს ახვედრებენ ადამიანს და შემდეგ ტყუპ სულს. მაგრამ ჩემთან ეს აბსოლუტურად სხვანაირად მოხდა. მაგალითად, მე ჯერ შემახვედრეს ჩემი ტყუპი სული და შემდეგ შემახვედრეს ჩემი დუალური სული.
და ეს იყო იმხელა განსაცდელი ჩემთვის, რომ სანამ ამ ყველაფერს გავარკვევდი, სანამ გზას გავიკვლევდი, იმიტომ რომ ამ საკითხებზე საერთოდ არავინ არ იცის არაფერი. ეხლა დაიწყეს რაღაცა იცოცხლე საუბრები, მაგრამ იმ პერიოდში აბსოლუტურად არავინ არაფერი არ იცოდა საქართველოს მასშტაბით. მაგრამ მადლობა უფალს, რომ აი მომცა ის მომენტები, რომ დამაკავშირა იმ ადამიანებს, უცხოენოვან ადამიანებს, გერმანულენოვან ადამიანებს, რომლებსაც გამოცდილება ჰქონდათ ამ საკითხებში. და ამ საკითხებით იმხელა საიდუმლოებები გაიხსნა შემდეგ, რომ ეხლა მე ვიცი ამ ეტაპიდან, ამ თვალსაზრის, ამ თვალთახედვიდან, გადმოსახედიდან, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი, რისთვის იყო საჭირო, რომ მომხდარი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ სანამ მიხვალ პასუხამდე, შენ გაქვს ძალიან რთული გზა გასავლელი. და აი ეს რთული გზა, გასავლელი გზა, რომელიც სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ მოხდა, სანამ ჩემი მეუღლე ამ ბეჭედს გადმომცემდა და სანამ ეს ბეჭედი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა, ამ დღის წინა დღეს მე ეს კავშირები გახსოვთ, მე გითხარით, რომ პრაქტიკები არსებობს, რომელსაც განახორციელებდა ჩახსნი ყველაფერს, ყველა კავშირს, რომელიც ამ ადამიანის მიმართ გაქვს და აი ყველანაირად ჭრილში, რაც კი არსებობდა ამ ადამიანის მიმართ კავშირი, მე წინა დღეს ჩავხსენი. და ეს ჩახსნა იყო ძალიან რთული, მაგრამ ამ ჩახსნის შემდეგ დაიწყო სხვა ციკლი. და ეს ციკლი დაიწყო ისევ და ისევ თამარის ბეჭედით. ეხლა რატომ გეუბნებით, მეგობრებო, თამარის ბეჭედს და თამარის ჯვარს? იქიდან ვინაიდან და რადგანაც სამყარო ერთი ენით საუბრობს და შენ ამ ენის სწავლა გიხდება, ის მდგომარეობაში შევიდეს. ანუ მდგომარეობაში შევიდეს. ეხლა რომ გითხრათ, ვის მდგომარეობაში უნდა შევიდე მე, ხომ? არც მეტი, არც ნაკლები ადამიანის მდგომარეობაში, რომელმაც იგივე გზა გაიარა სავარაუდოდ. ოდნავ შეიძლება განსხვავებით, მაგრამ როდესაც მე თამარის ცხოვრებას ჩავუღრმავდი, ჩავუკვირდი, გამოვიძიე და ასე შემდეგ, ძალიან დიდი პარალელები გავავლე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მოხდა თამარის ცხოვრებაში და რაც შემდეგ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ან მომხდარი იყო უკვე ჩემს ცხოვრებაში, ხვდებით და როდესაც ახლა αφირმაციის ძალაზე ვსაუბრობ და ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, რომ ეს αφირმაციის ძალით მოახდინა ჩემმა გონმა, მინდა გითხრათ, რომ αφირმაციის ძალით მოხდენილი ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ სანამ ჩემს მეუღლეს გავიცნობდი მე თამართან დაკავშირებით და თამარის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ხომ მის მეუღლეებზე და მის სასიყვარულო ურთიერთობებზე საერთოდ არ ვფიქრობდი. თუმცა, აი როგორც უკვე გითხარით, ფოთოლეთის მონასტერში ღმერთმა ის ადამიანი გამომიგზავნა, ვინც ერთი-ერთში ხატად და მსგავსად არის დავით სოსლანის ნაირად შექმნილი. გინდა გარეგნულად, გინდა სულიერად. და მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეიძლება არც რეინკარნაციის სჯეროდეთ, არც განმეორებითი ენის, არც ერთი ციკლების, არც ადამიანებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ უნდათ ამოხსნან ეს სამყაროსეული ენა, ამბობენ, რომ ეს დამთხევაა და შენ და 50,000 დამთხევა რო იყოს, მაინც დამთხევას უწოდებენ და დამთხეულები ამას უწოდებათ დამთხეულები, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ ენის მნიშვნელობას იგებენ, ხო? აი ამ ენის, რომელი ენითაც უფალი საუბრობს, ისინი ამოიცნობენ ნიშნებში, როგორც უფალი ამბობს, ნიშნებში ამოიცნობა ყველაფერი, ხო? ნიშნებში ამოიცნობენ ამ საკითხებს, თუ რა ენით საუბრობს უფალი. და არც მეტი, არც ნაკლები, როდესაც ჩვენ ყოველ აღდგომაზე ხორბალს ვახვედრებთ, ხო, ჯეჯილს ვახვედრებთ აღდგომას, შემდეგ საოცრება, რაც არ უნდა საოცარი იყოს, ხო? ამ ჯეჯილს რას უშვებით, აბა დამიწერეთ.
დამიწერეთ თქვენ ამ ჯეჯილს. როდესაც ის იმას დავახვედრებთ აღდგომა დღეს. აბა მითხარით, აი 16 ადამიანი მიყურებთ. ყველა თქვენგანს გაუკეთებია დარწმუნებული ვარ აღდგომა დღეს ჯეჯილი დაუხვედრებია. და მე სადმი გაქვთ ეს ჯეჯილი, მითხარით, აი დამიწერეთ, დაგელოდებით, ძალიან გთხოვ და მანამდე კიდე გავაგრძელებ საუბარს და მე გეტყვით რაშიც არის საქმე ამ ჯეჯილთან დაკავშირებით. ჩვენ ვახვედრებთ ამ ყავებულ ჯეჯილს აღდგომა დღეს. აზრზე ვერ მოვდივართ, თუ რატომ ვახვედრებთ ამ ჯეჯილს აღდგომა დღეს და რა სიმბოლოსთან არის დაკავშირებული აყვავებული ჯეჯილი აღდგომას რომ დავახვედროთ. აბა თქვენ თუ იცით რა სიმბოლოსთან არის დაკავშირებული. კარგი, თქვენ რახან არ მიწერთ, მე გეტყვით რას აკეთებს კაცობრიობის უმრავლესობა აი ამ აყვავებული ჯეჯილით. ნაგავში ისვრის. და თქვენ იცით ეს რას ნიშნავს? თქვენ იცით ეს რას ნიშნავს? აყვავებული ჯეჯილი, რომელმაც ესე იგი გაიარა პროცესი. ჯერ დაალპა და მოკვდა იმისათვის რომ აღდგენილიყო კვლავ და გამოეღო თავთავები და ნახე რამხელა პროცესი გაიარა. ჩვენ ეს ავიღეთ და უკვე ეს აყვავებული მიწაზე კი არ დავდეთ, ნაგავში გადავისროლეთ. იცით რატომ? არავინ აღარ გითხრა რომ ეს ჯეჯილი მნიშვნელოვანია იმისათვის რომ აღდგომა დღეს რომ დავახვედრებთ, ცოცხალი იყოს, როდესაც ღმერთი მოვა, ცოცხლები შევხვდეთ. ეს ჯეჯილი ჩვენ ვართ. როდესაც ჩვენ ღმერთი ყოველ აღდგომაზე გვეუბნება, გვიკავშირდება ამენით და გვეუბნება ეს ხარ შენ, ეს ხარ, ხედავ, ხარ, აი ეს ხარ. დაინახე შენი თავი, ცოცხალი ხარ, ისევ და ისევ იბადები, ისევ და ისევ მოდიხარ. ჩვენ აი ამ რაღაც პროცესამდე მივიყვოთ, ავაყვავებთ და შემდეგ ნაგავში მოვისვრით. ამას ვინ გვაკეთებინებს, მეგობრებო? ისევ და ისევ სასულიერო პირები, რომლებიც გაგნებაში არ არის მეორედ მოსვლა ჯეჯილი და ქრისტეს რომ დახვდეთ ცოცხალი. როგორ უნდა დახვდეთ ქრისტეს ცოცხალი, თუ კი ნაგავში მოგისვრიან? როგორ უნდა დახვდე ქრისტეს ცოცხალი, როგორ უნდა შეეგებოს ის ჯეჯილი ქრისტეს ცოცხალი, თუ კი მას ნაგავში მოისვრიან. შენ ვერ შეხვდები ქრისტეს ცოცხალი, თუ კი შენ ვერ ამოიცნობ იმ ნიშნებს, რაინითაც გელაპარაკება შენ უფალი ღმერთი. ამენით. და როდესაც ეს ყველა ნიშანი, აი ახლა ვიღაცა იფიქრებს, რომ ეს დაგეგმილად გააკეთა, უნდოდა და იმიტომ მოხდა და ასე შემდეგ, ისეთ რა, პირდაპირ გეტყვით რა, რომ არასოდეს არ მომწონდა თამარ მეფის ფრესკა. და არც არასოდეს შემიდარებია მე ჩემი ინიციატივით თავი თამარზე და არც არასდროს გამჩენია სურვილი რომ მე ვიყო თამარ მეფე. მაგრამ იცით რა მითხრა ღმერთმა? გამოფხიზლდი, გაახილე თვალი და აი ეს ყველა ნიშანი, რაც ღმერთმა ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი დაბადებიდან დღემდე დამიდო, პირდაპირ მნიშვნელობით მეუბნება, რომ გამოფხიზლდი და გაახილე თვალი. და მე თუ არ გამოფხიზლდები და თვალს არ გავახელ, აიღებს ვიღაცა ამ ჯეჯილს და ისევ ნაგავზე მოისვრის, იმიტომ რომ იმ ჯეჯილმა ვერ გამოიყო ვერც თავი და ვერც თავთავი. იმიტომ რომ ვერ შეიცნო თავისი თავი, ვინ იყო ის. ვერ შეიცნო, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ნიშანი მოგცა ღმერთმა. ამიტომ მეგობრებო, როდესაც კაცობრიობა ჯერ ძალიან უჭირს კაცობრიობას ამის გაგება და დაჯერება. ადვილია თქვას ის, რომ აი ეს გოგო გაგიჟდა, ან აი ეს ვიღაცა გაგიჟდა, რომ იცით რატომ მეგობრებო? ესე იგი ჩარჩოებში გამოკეტილი ვყავართ სასულიერო პირებს, თავადაც ჩარჩოებში არიან გამოკეტილი, რომ
განსაკუთრებულად აი ამ აზრს, რომელსაც ქრისტე პირდაპირ გვეუბნება იოანე ნათლისმცემელი ელია იყო, რომ რეინკარნაცია არსებობდა, ხო? ის სული იოანე ნათლისმცემელში იყო, ელიას სული იოანეს ნათლისმცემელში იყო და აი ამ სასულიერო პირებისთვის, ხო? ეს არის დიდი კატასტროფა, რომ ეს თქვა, არ არის მართლმადიდებლური, ყველაზე მართლმადიდებლური რაც შეიძლება ადამიანმა გაიაზროს არის რეინკარნაციის ფაქტორი, ისევე როგორც ჩვენ ვახვედრებთ ყოველ აღდგომათ დღეს რეინკარნირებულ ჯეჯილს. თქვენ რა გონიათ ინკარნე რას ნიშნავს? კვლავ ხორცს შესხმა. ხორბალი რას აკეთებს? კვლავ ხორცს შეისხავს, ხო? კვლავ ხორცს ისხავს. და თქვენ რას გულისხმობთ? ეს ჯეჯილს რო ვახვედრებთ აღდგომა დღეს, ისა წიწილები ვართ თუ რა რისთვის ჭირდება ეს ჯეჯილი? აი რა სიმბოლოს შეიცავს ეს ჯეჯილი, რომ ყოველ აღდგომა დღეს ახვედრებთ ჯეჯილს. ამაზე თუ ვინმე დაფიქრებულა საერთოდ და თუ ვინმეს უკითხავს საღვთო პირის, რა თქმა უნდა შეიძლება არსებობს ესეთი ადამიანს და საღვთო პირისგან აუცილებლად მიიღებ და იმ საკითხს, რომ აი ეს სიმბოლურია. რა სიმბოლურია? რის სიმბოლოა? რის სიმბოლოა? ხო უნდა კითხოს ადამიანმა რა? ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი ადამიანი აი ამ საკითხს ვერ ურიგდება, რომ არსებობს რეინკარნაცია, კვლავ ხორცს შესხმა, კვლავ ესე იგი გაცოცხლება და მეორედ მოსვლა რა არის, ხო? ხორცს შესხმა, ხორცს შესხმა იციან, მაგრამ როგორი ხორცს შესხმა, იმაზე უკვე ვეღარ ფიქრობენ. ჩაკეტილი აქვთ იქ ერთი რაღაც აი აქ. გადაკეტილი აქვს და იმაზე ვეღარ ფიქრობენ, როგორი ხორცს შესხმა. იმად გონიათ, რომ ესე იგი ქრისტე რო ჩამოვა, მერე დაიწყებს იქ ძვლების ამოთხრას და მერე ხორცს შესხმას. გესმის? აი ქრისტე რო ჩამოვა, მეტი საქმე არ აქვს ახლა ქრისტეს, ჩამოვიდეს და მერე შეასხას ადამიანების ხორცი და მერე ასწავლოს ჭკუა. ხო, ანუ ხო უნდა იფიქროთ ცოტა ლოგიკურად, რომ რას ნიშნავს მეორედ ხორცს შესხმა და მეორედ მოსვლა? ვისთან მოვა ღმერთი და რატომ მოვა ღმერთი, ხო? იმ მკვდარი ადამიანებისთვის, რომლებიც მიწაში არიან დაფლული და მიწაში განიხრწნენ, იმათთვის მოვა და იმათთვის შეწუხდება ეხლა ღმერთი, რომ ჩამოვა და აგერ იმათ ამოთხრის და იმათ შეასხავს ხორცს. ეს რომ ზდომოდა, ხო გააკეთებდა მაშინაც, როცა ჯვარს ეცვა, კაცო, რაღაცი დასჭირდებოდა ჯვარცმა. აი რაში დასჭირდებოდა, რატო იტყოდა, რომ აი ამ ფიზიკურობაში ჩვენ არ ვართ ხალხო, ფიზიკური არაფერს არ ნიშნავს, სულიერია მნიშვნელოვანი. აი იქ მამასა რომ მივდივარ, მაგდანელს რო ეუბნება, მამასა რომ მივდივარ, იქ თქვენ სადაც მოხვალთ თქვენს, იქ მივდივარ და ნუ შემეხები, ხო ეუბნება. ხო და აი არ დაფიქრებულ ხართ იმაზე, ქრისტეს რომ დომოდა, აი ამ მკვდრებმა დამარხონა რო ეუბნება, ხო? ამ მკვდრების გაცოცხლება რომ დომოდა, მაშინ არ გააკეთებდა? და მაშინ ვერ იზავდა იმას, რომ აი ადამიანებისთვის ეთქვა ხალხო, თან მით უმეტეს ხორცი აღიდგინა ადამიანმა, ისი ამაღლდა, ხო? და ეხლა ვიღაცა მეტყვის, რომ რეინკარნაცია არ არსებობს, ხალხო გადავირევით. აბა ქრისტე რისთვის გეუბნება, რომ ხორცის აღსადგენად ჩამოვა ქრისტე? ქრისტე იმის გასათავისუფლებად მოვიდა, რომ ხორცში რო ყავხარ და აი ამ ჩარჩოებში ყავხარ გამოკეტილი ამ ძალაუფლებამოყვარე რაბებს, ხო? ყვავებს. გითხრა, რომ ხალხო, თქვენი სული სხვა ფენომენია. მას შეუძლია კვლავ ხორცს შესხმა, მას შეუძლია აღდგენა, მას შეუძლია უამრავი რაღაც, რასაც ისურვებს ის. და შენ კიდე მოდი ხარ, არა, ქრისტე არ ეთანხმება რეინკარნაციას, არა, ბებია შენისა, მაშინ სხვა სხეული შეისხა ქრისტემ. შენ რა გონია, ქრისტე რომ თავისი სხეული აღადგინა, ეგ რეინკარნაცია არ იყო? შენ სხვა რა გგონია რეინკარნაცია? მითხარი, რომ აი ვიღაცა გამოგაცხობს კიდე. იცით რა არის მეგობრებო? სანამ ჩვენ არ შევიცნობთ, რას გვესაუბრება ქრისტე ჭეშმარიტად, მანამდე დავრჩებით აი ამ ხორციელში გამოკეტილი, აი ამ ცხრებივით, დებილებივით, რომ ყოველ აღდგომა დღეს ვახვედრებთ წითელ კვერცხებს, იმას რა ქვია,
ჯეჯილს, პასკებს, იმას ჭამს და აი ამ მუცელზე ვარ გადასული, გონია რომ ქრისტე მოვა და აი ამ გამაჯღარ მუცლებზე მერე დაგვიწყებს კიდე რაღაცების სწავლებას და იმას რომ აი ეხლა მე მოვედი რომ ამოვთხარო ძლები, შევასხა ხორცი ამ მკვდრებს და ისინი ავამაღლო მერე ხალხო აზე მოდით რასაკეთებთ რა. ეხლანდელი ნორმალური ცხოვრების სტილი იმდენად შორს არის ღმერთისგან, რომ გამორიცხულია უფალთან მიახლოებული პირი. განსხვავებული არ იყოს ამ ნორმალური ადამიანებისგან, რომელსაც ისინი სულიერად ვერ წდებიან აღიზიანებთ, ისეთი და სხვა გზა აღარ რჩებათ იმის გარდა, რომ გიჟები ეძახონ. ნამდვილად შორენა, ნამდვილად და ასე გამოფხიზლებულ ხალხს, რომელიც ქრისტეში გაქრისტიანა, გაამაღლა, განიღმრთო, ხო? ეს ცნობიერება, რომ მე კლავ და კლავ მოვდივარ, ჩემი სული უკვდავია, მე შემიძლია ნებისმიერ დროს შევისხა ხორცი, როცა მოესურვება ჩემს სულს და როცა ღმერთი ინებებს, ხო? აი ეს აზრი რომ გავიაზროთ, ამას გაურბიან დამფრთხალი ქათმებივით. და არა, ქრისტე მოვა და ის გვასწავლის კიდე რაღაცა. ბიჭო, რაღა უნდა გასწავლოს ქრისტე, მეტი ყველაფერი ასწავლი იყო დაგიდო აქ წვეცინ და შენ ადექი და ეს წერილები გადმოაკეთე, კიდევ არ გჯერა რომ ქრისტე მართლაც ღმერთის შვილი იყო და კიდევ ღმერთს ეურჩები და კიდევ ამ ცნობიერებას კეტავ ისეთ ადგილებში, სადაც ვერ მიახსას ვერცერთი სულიერი, მაგრამ მეგობრებო, არ არის დაფარული რომ არ გაცხადდესო, ქრისტე რას ამბობს, იცით? ცოცხალი სულები ფიზიკურში აღარ დაეყრდნობიან ფიზიკურს, მათ აღარ დასჭირდებათ უშუალოდ ტექსტთან შეხება, ისინი უკვე სულიწმინდას შეეხებიან და ყველა ტექსტი რაც დაწერილა სულიწმინდის მიერ არის დაწერილი და თუ სულიწმინდის მიერ არის დაწერილი, შენშიც იქნება ის ინფორმაცია, სულ არ დაგჭირდება წაკითხვა სადღაცა 9 კლიტრში ჩაკეტილი ინფორმაციების. ის უბრალოდ შენთან მოვა თუ კი შენ ფხიზელი ხარ. თუ კი შენ ცოცხალი ხარ და თუ კი შენ არ ხარ ჩარჩოში მოქცეული და თუ კი შენ ღია ხარ ახლის მიღების, ახალი ყოველივე ახალი დავიწყებული ძველია, ესე იგი ერთი და იგივეა, აწმყო წარსული და მომავალი წილშია, ამ წილში აწმყოშია, ახლა და ახლა შენში და ჩვენში. გესმის? და როდესაც ღმერთი მეუბნება რომ ბიჭო, გაახილე თვალი, ვეღარ ხედა. იმდენი მეჩვალიჩა ღმერთი, რომ ბოლოს ადგა და ესე იგი გიორგი კალანდიას ხელით მაჩვენა, რომ აჰა, ჩაიხედე სარკეში, თუ მაგის არ გჯერა, მაგის დედავატი რა, ეს ნიშანი მოგეცი, ეს ნიშანი, აჰა, დაინახე, რომ შენც ისევე ხარ, როგორც თამარი, შენც გაგხალები, როგორც თამარს, შენც იმნაირი ხარ. გაახილე, ბიჭო, თვალი, ხო? და საბოლოო ჯამში მე რომ დავდგე და დაუწყო ღმერთს, არა ღმერთო, ესე არ არის, ეს დამთხევა არის. წარმოგიდგენიათ რა ურჩი და უმადური შვილი უნდა ვიყო მე ღმერთისა, რომ მე დავიწყო ეხლა ის ღმერთთან ჩხუბი, რომ არა ღმერთო, ეს ეშმაკის მიერ გამოგზავნილი ნიშნებია და ყველაფერი ეშმაკს მივაკუთვნო. ის ეშმაკის არის, ყველაფერი ეშმაკის ყოფილა თურმე ამ სასულიერო პირებს რომ დაუჯერო. სიზმარიც ეშმაკის არის, ის ნიშნებიც ეშმაკის არის, ის გამოცხადებებიც ისინი ეშმაკის არის, გესმის და აბა ღმერთის რაღა არის? მარტო იესო? არ გაგიჩნიათ ეს კითხვა, არ გაგჩენიათ ეს ყველაფერი თუ ეშმაკს მივანიჭეთ და მივაკუთვნეთ, ღმერთს რაღა მივაკუთვნოთ? თან თვითონვე ქადაგებენ სიებში, ყოველ დღესა გვასწავლე სიმართლენი შენიო და თვითონვე უგზალავენ მერე ხალხს ამას საოსულიერო პირებს. აბა ეგრე გამოდის, ზუსტად გვეუბნება აღდგომა, გავიძახით და ყოჩახთ ქართველებო, რომ გადადეთ აღდგომაო. აი ეხლა ამაზე დიდი გაორება და გადებილება და გამოსიაფანდება და გამოტლუება რაღა უნდა მოგცეს ადამიანმა და გითხრას კიდე რომ გამოფხიზლდე და თქვა ესენი ცოტა ვერ არიან დავიჭკუაზეო, ჰა? სამაგიეროდ აი ისეთ ადამიანებს როგორც მე ვარ, შენ, შორენა, კიდე სხვები, ძალიან ბევრი, რომელიც გამოფხიზლებულია და ქრისტეშია უკვე და გაცნობიერებულია იმ საკითხებს, საკრალურ თემებს, რომელსაც ქრისტე გვასწავლი და იმათ გიჟებს უწოდებენ. ხო და გიჟი ამიტომ არის, მეგობრებო, კოდი.
ყველა გიჟი არის გასული ქრისტეში. ნუ ყველა არა, მაგრამ ის ვინც გიჟად წოდებულია ესეც. მე ვარ პურიო, უფალი გვეუბნება, პური ჯეჯილიდან მოდის, ერთხელ დავთესე ხორბალი და მაგის გააზრებით, რომ აღდგომის მერე შეუფერებელი ადგილი უნდა მიემეჩინა, მეტჯერ აღარ დამითესია. ქრისტე აღდგომის მერე ხო, ქრისტე აღდგარია სამარაჯამოდ ყოველ დღე. კი, ლალი. მეც ეგრე გავაკეთე, ანუ აღარ ვთესავდი სანამ. მე რა გავაკეთე, იცი? ჯეჯილი ავიღე და მიწაზე დავდე. და ეხლაც მიწაზე იზრდება ის ჯეჯილი. მე არ გადავაგდე ნაგავში. ჯეჯილი, რომელიც აღდგომა დღეს დავახვედრე, მიწაზე დავდე, რომ თავთავები გამოიყოს. თუ თავთავები ჯეჯილმა არ გამოიღო, ტყუილია შენ ამწვანე ჯეჯილი და რა მე გადაისროლე მე ნაგავში. აი ეს პროცესი მიმდინარეობს დღემდე სულ მუდამ, სანამ ადამიანი არ გამოფხიზლდებოდა და არ მიხვდებოდა რას ნიშნავს ეს ჯეჯილი. რატო უნდა გადავაგდო ნაგავში? რატო არ უნდა მივცე მას უფლება და საშუალება, რომ თავთავი გამოიღოს, ხო? და ამ პროცესს რომ გაიაზრებს ადამიანი, რას ნიშნავს თავთავის გამოღება? რატომ აღიქმება, აი როგორც შენ ამბობ, პური უფალია, პური კიდე რა არის? ჯეჯილიდან მოდის, ხო? ნუ მოკლედ ამ ყველაფერს ხო გონი უნდა. და ეს გონი ჩართული თუ არა გაქვს, შენ ჩემნაირ ადამიანებს რა თქმა უნდა გის დაუძახებ. გესმის? ანუ ის ვინცაც არ ესმის. ლალი შენ კი არა, ის ვისაც არ ესმის, რა თქმა უნდა ისეთი ადამიანი ჩემნაირს გის დაუძახებს, რომ რეებს ბოდავსო ითქვის. არა, ისინი არ ბოდავენ თურმე, რომ გატყუებენ, რომ წმინდა ცეცხლი გადმოდის თურმე იმ ადგილზე, სადაც საერთოდ არ არსებობდა იერუსალიმი და საერთოდ სახელმწიფო არ არსებობდა იმ ადგილზე, სადაც პალესტინაა და თურმე იქ გადმოდის წმინდა ცეცხლი. იმ სიგიჟებს უჯერებენ და ისინი არ ბოდავენ, მაგრამ ჩვენ ვბოდავთ თურმე. გესმის? ასე რომ ჩემო კარგებო, თამარის ჯვარი ძალიან მძიმეა და ძალიან რთულია. მე ისეთი რაღაცები გამომატარა ღმერთმა ამ საკითხების შემდეგ და იმდენად ჯამახედა იმ საკითხებში, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელი ვითარება იყო, როდესაც თამარი გაიყვანეს, რომელიც თამარი არ გაიყვანეს, მეგობრებო, თამარს წაართვეს მთელი თავისი საძმო წაართვეს. მთელი თავისი ის ხალხი წაართვეს, რომელი ხალხითაც ის წრე, რომელიც უნდა დაესრულებინა, ვერ დაასრულა. ისმის? და როდესაც თამარს ეს ხალხი წაართვეს, თამარი თვითონ გადაწყვიტავს, რომ გაყვეს ამ ხალხს, რადგან კიდევ და ისევ, რა თქმა უნდა, ეხლა იცის თამარმა და მაშინ არ იცოდინებოდა, რომ ისევ და ისევ ამ ხალხთან ერთად მოვიდეს და ისევ ამ ხალხთან ერთად დაასრულოს ის ციკლი, რაც მაშინ არ დაასრულებინეს ბოროტმა ძალებმა. და ეს ვინ იყვნენ ეს ბოროტი ძალები? ისევ და ისევ ის შავები და ყორნები, რომლებიც სასულიერო პირებად ყიდიან თავებს, ხო? ბიზანტიიდან ძალიან დიდი რაოდენობით შემოდიოდა სიბინძურე და დამახინჯებული ცნობიერება ქრისტესი. ამიტომ გაყოფილი იყო ორად, ბიზანტიას ერთი მხარე ბიზანტიას ეყრდნობოდა და მეორე მხარე კიდე თამარის საძმო კიდე ცდილობდა, რომ აი ამ სიბნელისთვის რაღაცა სინათლე მაინც შემოიტანა და ეთქვა, რომ ესე ხალხო ეგრე კი არა, ესეა, ესე. ხო და აი ამ ბიზანტიურმა გავლენამ მაინც ეს ძალაუფლება გადაიბირია და აი მოუწამლეს ყველა ის თავისი პირი, ვინც თამარის აზრს იზიარებდა, ხო? თამარის აზრს, იგივე ქრისტეს აზრს, ყველა მოწამლეს და ყველა მოუკლეს. ომებმა ვერაფერი ვერ უქნეს ამ ადამიანებს და თვითონ შიდა სამზარეულოში მოწამლეს და მოუკლეს. და თქვენ რა გონიათ, თამარი დარჩებოდა მერე ისე? ამიტომ თამარმა გადაწყვიტა, რომ გასულიყო და როდესაც თამარმა გადაწყვიტა, რომ გასულიყო, თამარს არაჩვეულებრივი ხერხები და არაჩვეულებრივი წიგნები ჰქონდა. რა თქმა უნდა, თავისთავი მოამზადა იმისათვის, რომ ის გასაიდუმლოებულად გამომიფიცირებული უკვე სიცოცხლეშივე მომზადებული იმისათვის, რომ მისი სხეული არ გახსნილიყო სიკვდილის მერე, მიიძინა. გესმით? მიიძინა და თქვენ იცით, რომ მეფეები ისეთ ადგილებზე გადიოდნენ, სადაც მხოლოდ განდობილებმა იცოდნენ, თუ სად გარდაიცვლებოდა ის.
ასე რომ მიიძინა იმ ადგილზე, სადაც მისი ხალხიც არის დაკრძალული. ისინი ყველანი ერთად არიან, რომლებიც აღდგებიან. და თქვენ იცით, რომ ფარაონების მუმიფიცირება იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ მათი რწმენა იყო ის, რომ ისინი ერთ დროს აღდგებოდნენ. იმისათვის, რომ აღდგარიყვნენ, მათი სხეული არ უნდა ყოფილიყო შებილწული და გახლეჩილი, დანაწევრებული და აქეთ-იქით დარიგებული, გესმით? მათი სხეული უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად თავის შიგნეულით შენახული, რომ მას მოეხდინა აღდგარიყო. და სწორედ აი ამ საკითხს ახერხებდნენ მეფეები. ერთადერთი ვერ მოახერხა ერეკლე მეფემ, რომ მისი გვამი მიწამაც არ მიიღო. ერეკლე მეფის გვამი 40 დღის განმავლობაში მის გვამს ხან აქეთ გადაიტანდნენ, ხან იქით გადმოიტანდნენ და მოკლედ სად აღარ დაათრევდნენ. მაგას რა გამოფიცირება სჭირდებოდა, მაგრამ საქმე რაშია იცით მეგობრებო? საქმე იმაშია, რომ თამარის გასაიდუმლოებული კაბა, რომელიც ეცვა თვითონ, იცით რა იყო? კაბა. მისი სხეულია კაბა. კაბაში იგულისხმება მისი სხეული, რომელიც ოქროსია. ანუ არ იხრწნება. გესმით? და ვისა აქვს თამარზე ხელდასმა? არავის გარდა უფლისა. იმიტომ რომ თამარის წმინდა ხორცი, კაბის ნაწილები, აი ამ ყორნებმა და სვავებმა ხელში ვერ ჩაიგდეს. იმიტომ რომ თამარმა თავიდანვე კარგად იცოდა და კარგად დაგეგმა, როგორ უნდა გაეკეთებინა ის საკითხი, რომ აი ამ ყორნებისა და სვავების ხელში არ ჩავარდნილიყო. შიდა მტრის ხელში, არამც თუ გარე მტრის ხელში. და ის თქმულება, რომ თამარი, რომელ განდობილებმაც იცოდნენ სად იყო დამარხული, ერთმანეთი განგმირეს. არ არის ტყუილი. ეს სიმართლეა. და იმიტომ სიმართლეა, რომ ამ საკითხებში თამარის განდობილები ძალიან ბევრი იყვნენ იმ დროს. და სწორედ აი ამ განდობილების მიერ, რომ დაზღვეული ყოფილიყო, რომ არ გასულიყო მათი პირიდან სად არის თამარი, როგორც კი თამარი მიაბარეს თავის ადგილს, ქვითკირით ამოუშენეს და შემდეგ ერთმანეთი განგმირეს. ეს არ არის ტყუილი და თქმულება, ეს სიმართლეა. და მართლაც ესე მოხდა. რომ არავის ცოდნოდა სად არის თამარი. მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთმა ადამიანმა იცის სად არის თამარი, ეს არის თამარი თვითონ. და ის განდობილები კიდე, რომლებმაც თამარი იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელ ადგილზეც თამარის ბრძანება მიიღეს. აი ეს სამი ადამიანია, რომელმაც იცის სად არის თამარი დაკრძალული. ლაზარეს მიძინებული, უფრო სწორედ, დაკრძალული არა, მიძინებული. ლაზარეს ენაზე განდობილები ქალებზე მიგვანიშნებს განდონიელები. ხო, ლალი, ეს ქალები იქნებიან, რომლებიც ყველაფერს ამოხსნიან ამ სოფლის საიდუმლოებებს. აბა კაცებს სადა აქვთ მაგათი უნარი? კაცებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი აქვთ თავიანთი ძმაკაცი, რომელიც ფეხებს შორის აქვთ და დასდევენ იმ ძმაკაცს. და იმ ძმაკაცის იმას, რა ქვია, განებივრებას. სადა აქვთ იმის უნარი, რომ იფიქრონ ეხლა ან რეინკარნაციაზე და ან კიდე ქრისტეს სიტყვაზე. ეხლა ქრისტეს სიტყვა აკლიათ მაგათ? ვიღაცები გამიბრაზდებიან ეხლა როგორი არა, კაცის ბუნება ეგეთია. კაცს არ ძალუძს, რომ ამოხსნას საიდუმლოებები. კაცს ძალუძს ერთი რამ, რომ ქალს მისცეს ის ენერგია, რომ ეს საიდუმლოებები ამოხსნას. აი კაცის დანიშნულება არის ეს, რომ ქალს მისცეს ეს ენერგია. დობილები, ხო, დები, ანუ განდობილები. ნამდვილად ლალი, ეგრეა. ასე რომ ჩემო კარგებო, ნუ უგულებელყოფთ იმ საკითხებს, რასაც ღმერთი მოგანიშნებთ. ეს არის ღმერთის ენა. ისწავლეთ ღმერთის ენა
და აუცილებლად გავნაცდებით. რატომ იყო რომ თამარს მეფე დაარქვეს და არა დედოფალი? რატომ უწოდეს საერთოდ თამარს მეფე? გიფიქრიათ მაგაზე? რა შუაში იყო თამარი და მეფე? რა დედოფალი არ შეიძლებოდა რომ წოდება ჰქონოდა? რატო იყო დედოფალიც და მეფეც? ქალი რომელიც განკაცდა სასუფეველი დაიმკვიდროსო? ამასთან ხო არ არის კავშირში? ნეტა ადამიანებს გონიათ რომ ესე იგი დაბადებიდან გარდაცვალებამდე 100 წელი რო იცოცხლებენ, მაშინ შეძლებენ ამ ხელა ღვთიური განზომილებების შესწავლას, შემეცნებას და აღქმას რა. და როცა ღმერთი უსასრულო რაღაცა არის, დაუსაბამო და უსასრულოა და ადამიანის ილუზიას გონია რომ ამ რაღაცას 100 წელიწადში 100 წლის მანძილზე მოახერხებს. ხო სასაცილოა ახლა ეს ყველაფერი რა. ღმერთის დრო არის ერთი დღე ვითარცა 1000 წელი, ხო? ლაზარეს დრო არის ერთი დღე ვითარცა 1000 წელი და ღმერთს დრო არ აქვს. ღმერთი არის წარსულიც, აწყვოც და მომავალიც. ყველაფერი ერთშია. და ყველაფერი ერთ წრეშია რა და იცით რა არის მეგობრებო, აი უბრალოდ რომ დაუკვირდეთ იმას, რომ თუ კი ღმერთი მე მაძლევს იმის საშუალებას, რომ შევუერთდე მას, მარტო 100 წლით ხო ვერ შემოვიფარგლები? მე ხო უნდა გავიაზრო რა მოხდა დასაბამიდან დღემდე რომ ღმერთს შევუერთდე ხალხო? თუ ღმერთის შეერთება გინდა, მარტო ამ 100 წლის განმავლობაში დღეს როგორ წახვიდე სამსახურში და რამდენი ფული გამოიმუშავა, ამით როგორ შევუერთდები ღმერთს? ან დღეს რო ეკლესიაში მივხვდა და პირში ჩაიდებ, შეჭამ უფლის ხორცს, სისხლს და ხორცს, ამით როგორ მოისაზრება ღმერთი? ამით შემოიფარგლება ღმერთი? არ შემოიფარგლება ამით ღმერთი ხალხო. ღმერთი ცნობიერებით შემოიფარგლება, არ შემოიფარგლება, უსასრულო არის, დაუსაბამო. ღმერთი ცნობიერებაშია, განოსაზღვრელ ცნობიერებაშია. სულ მუდამ განვითარებაშია თავის თავში, როგორც შანში, აი ფანტანი ისე ამოდის და ამოდის და ჩადის და ამოდის და ჩადის, ტრიალებს. ხო, მე ვარ გზაო, ამბობს ქრისტე. ორი მოყმემ, რეინკარნაცია. ეხლა ორმა მოყმემ გადამაგდო უცხო მოყმესთან და ეს უცხო მოყმე თუ იცით ვინ არის უცხო მოყმე? რატომ ტირის და რატომ არის ის უჩინარი? როგორ გაანადგურებს ის მთელი და ერთადერთი მეფეს დაინდობს მთელს ჯარს, როგორ გაანადგურებს, ხო? ძალიან საკრალური თემებია ვეფხისტყაოსანშიც და განდობილები დღესაც არიანო სვანეთში. არა მხოლოდ სვანეთში, ნაზი, განდობილები უკვე ერშიც არიან, ყველგან არიან, განდობილია ყველა ის ადამიანი, ვისაც ზეციდან ინფორმაცია ეწოდება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ქალბატონი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მისი ბებია იყო ერთ-ერთი განდობილთაგანი, რომელსაც გის უწოდებდნენ, რა თქმა უნდა და მისი სიტყვები ახსოვდა ამ ქალბატონს, რომ ბებია ეუბნებოდა, რომ ჩვენ შორისო 4 დარჩნენო მხოლოდო. ერთი არის ძალიან პატარაო, ჯერ პატარა არისო. და ის რომ გაიზრდებაო, მას მიეცემაო იმის ნიჭიო, რომ ის გამოიტანოს, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთო. ანუ ის გააკეთოს, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთო და ეს გოგო მეუბნებოდა, რომ ეს ერთ-ერთი განდობილთაგანი შენ უნდა იყო, მეუბნებოდა ეს გოგო. რომ დარწმუნებული ვარო, რომ ეს ბებია ჩემი სიტყვებიო, შენზე იყო ნაგულისხმებიო.
და რომ გამოვითვალეთ, მართლაც ისე დაემთხვა, რომ ის ბებია, როდესაც იყო ხანში შესული, მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ესე 7-8 წლის. და იცით რა არის მეგობრებო? მე რასაც გაწვდით თქვენ ალბათ იცით, რომ განდობილები არ ამბობენ, საუბრობენ ხალხში. არ საუბრობენ, ხო, ესე იცით ინფორმაცია, მაგრამ განდობილები იმიტომ არ საუბრობენ ხალხში, რომ მათი უნარი ეს არ არის, რომ სრულიად საქართველოს გაანდონ თავიანთი ინფორმაცია, იმათ მოკლავენ და ისინი რომ მოკლან, მე სხვადასხვა პატარ-პატარა წრეები ვეღარ ინფორმირდებიან, მაგრამ უნარი, რომელიც მომანიჭა მე ღმერთმა, აი ამ ჯვარით, ხო? ამას ვერავინ ვერ შეებრძოლება. ამაზე წინასწარმეტყველებდა ენოქიც. ამაზე წინასწარმეტყველებდნენ ძალიან ბევრი მამები. და აი ამ საკითხს, რომ მე რამე დამიშავონ, ვერავინ ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ეს არის უფლის განგება. ამიტომ მომანიჭა ალბათ მე უფალმა საუბრის უნარიც და უფლებაც, რომ მე თქვენ გესაუბროთ და სინათლე ჩამორტვირთული ზეთი თქვენამდე მოვიდეს. იმიტომ რომ უკვე ჟამია, უკვე დროა და უკვე ქრისტეს ძალიან მალე ვიხილავთ. თქვენ არ გეგონოთ, რომ კიდე გადაიდება, აღარ გადაიდება. როგორც ახერხებდნენ ესენი აქამდე, რომ აჰა, გვილოცავენ, რომ გადადეთო და ყოჩახთ ქართველებო, რომ ჩვენ მეორის მოსვლა არ ქონდაო, ხო? ახლა აღარ გადაიდება, ახლა უკვე აქ ვართ, აღმდგარი ვართ და მთელი ჯარი ვართ. მთელი ჯარი. ასე რომ ბაი, სიბნელე, კარგად იყავი. ჩაო. აღარ გვინდა სიბნელეში ყოფნა. ეს ბეჭედი მთვარის ქვევით არის შემკობილი, მეგობრებო, და მთვარის ქვევი არის, იცით რისთვის დგას, ესე იგი შინაგან სამყაროში და ცნობიერების ამაღლებაში გაძლიერებს, ასევე ჩამოტვირთული მისტიურ სამყაროში გამოგზაურებს, რომელიც სამყაროშიც ბევრს არ აქვს წვდომა და კიდევ სხვადასხვა რაღაცებს უხდება. ცრემლები მომდის სიხარულის. გაიხარეს შორენა განგწმინდოს ღმერთმა, ცრემლით და მარხვით განიწმინდებითო ამბობს ღმერთი და უფალმა ინებოს, რომ განგვწმინდოს სრულიად და მალე ვიხილავთ უფალი იესო ქრისტეს. ოღონდ ყველა ვერა, მეგობრებო, ყველა ვერ იხილავთ, იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტეს იხილავენ მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულები. რას ნიშნავს ახლა რჩეულთა შორის რჩეულები, იცით? აირჩევიან 10,000-ისგან 10,000-თაგან 1 და შემდეგ 1000-თაგან 1. ესე იგი 10,000-ისგან რომ 1 გამოირჩევა, შემდეგ ამ რჩეულებისგან კიდე 1000-ისგან 1 გამოირჩევა და მხოლოდ ისინი იხილავენ უფალი იესო ქრისტეს. და მოემზადეთ და შეემზადეთ. მე ადრეც გაგიმხილეთ, თუ როგორ უნდა მოიპოვოთ ის სიდიადე, რომ უფალი იესო ქრისტე იხილოთ, რომ რჩეულთა შორის კიდე რჩეული გახდეთ. გესმის? აქ დიდი საკრალური თემებია და ამაზე უკვე ვისაუბრე მე. კიდევ ოდნავ მოგაწოდებთ იმ ინფორმაციას, როგორ შეიძლება ეს ფორმულა არის უბრალოდ რა, რაც უნდა გაიაზრო და მიხვდე როგორ ჩააჯინო შენს ცხოვრებაში, რასაც გასცემ შენია. აი ეს არის ყველაზე მაგარი ფორმულა, რომელიც მოგვაწოდა ჩვენმა წინაპარმა, ასევე იესო ქრისტემ და შოთა რუსთაველმა, რასაც გასცემ შენიათი იხილავ მხოლოდ იესო ქრისტეს. სხვანაირად ვერ იხილავ. და შენ თუ ხარ მხოლოდ ამ სულისკვეთებით, რომ მე, მხოლოდ მე და მე ვარ და მე მინდა და მე ვიცი, აი ამ სულისკვეთებით შენ ვერ იხილავ უფალი იესო ქრისტეს. და რასაც გასცემ შენია. შენ ხარ ყველა. მეც შენ ვარ და შენც მე ხარ. გაკოცეთ მეგობრებო, წავედი ახლა და ღმერთმა აღვგვადგინოს ძალიან სწრაფად და მალე და წარმატებულად. ამინ, ამინ, იესო ქრისტე.